პირველ რიგში მოსახლეობას მინდა აუხსნა ჩვენი პროგრამის პირველადი მიზანის შესახებ. ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნებლის მხრიდან დაზიანებისაგან. წელსაც იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურები ძალიან კარგი ხარისხის იყო, მოსახლეობამ ძალიან კარგი ხარისხის მოსავალი მიიღო და მავნებლის მხრიდან დაზიანება თითქმის მინიმუმამდე იყო შემცირებული. აღსანიშნავია ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ძალიან აქტიურად, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. თერმული ნისლით მუშავდებოდა მოსახლეობის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით მუშავდებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ესე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო კულტურები, სხვადასხვა ფართობები, ტყის პირები. და მოიზრდა გაანადგურეს ხაფანგები, გეგმიური, ესე ვთქვათ, დამუშავების რეჟიმით, ესე ვთქვათ. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, ასევე ეფექტურია სხვა მრავალი მავნებლის წინააღმდეგ, მაგალითად სიმინდის ფარვანას წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია, რაც ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდება სიმინდის ფართობებში, ზაფხულის პერიოდში. და ამ ხრივაც ჩვენი წამლობა ძალიან ეფექტურია მოსავლისთვის და კარგი ხარისხის მოსავალს იძლევა. მავნებლის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე ამ პერიოდში შემოდგომაზე, როდესაც ტემპერატურა იკლებს, აზიური ფაროსანა ემზადება გამოსაზამთრებლად. ესე ვთქვათ, ერთგვარ მიგრაციას აკეთებს, რეზერვაციას აკეთებს, ისე სახლებში, ისეთ ადგილებში, დახურულ შენობებში, მშრალ ადგილებში, სადაც მოსახლეობისთვის უკვე თვალსაჩინოა აზიური ფაროსანა და შემაწუხებელი ეფექტი აქვს, რაღაც დისკომფორტის გამომწვევი არის. ესეთ პერიოდში მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ აზიური ფაროსანა მიგრაციას აკეთებს ისეთი ადგილებიდან, სადაც რუსეთის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა, ესე ვთქვათ, ფიზიკურად ვერ ახერხებს მუშაობას, შეწამლითი სამუშაოები ვერ ხორციელდება, მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ მაგალითად შუა ტყეში, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის, გზები არ არის, სპეციფიკა ვერ შედის და წამლობას ვერ ახორციელებს, პრაქტიკულად იქ, სადაც ხელს ვერ უშლით გამრავლებას, ყველა იმ ადგილებიდან შემოდგომაზე, როცა ტემპერატურა დაახლოებით 16-17 გრადუსის დაბლა მოდის ნელ-ნელა, ფაროსანა იწყებს უკვე თავის გადარჩენას, გამოზამთრებას, რომ გაზაფხულზე შემდეგ ისევ გამოვიდეს, ისევ გააქტიურდეს და განაგრძოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. ესეთ პერიოდში მოსახლეობის აქტიურობის დროა, მე ყველას მოუწოდებ, რომ მცირე ქიმიური წამლობებით, მცირე მექანიკური საშუალებებით, თავიანთ სახლის პირობებში იქნება, ეზოს პირობებში იქნება, საკარმიდამო ნაკვეთებში იქნება მცირე წამლობები აუცილებლად განახორციელონ ფაროსანას წინააღმდეგ. ასევე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ რუსეთის ეროვნული სააგენტოს პლატფორმებზე, ვებგვერდებზე არის ვიდეო რგოლები, ინფორმაციები შეუძლიათ მოიძიონ, ნახონ, გაეცნონ, ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი ახსნა, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია ეს ბრძოლის მექანიზმები, რომელიც აპრობირებულია და რეკომენდირებულია წამყვანი ქვეყნების მიერ, წამყვანი ენტემოლოგების მიერ. და ურჩევდი მოსახლეობას, რომ ესეთ პერიოდში მცირე აქტივობები თავად განახორციელონ საკუთარ სახლებსა და ეზოებში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც და მოსახლეობას მინდა აუხსნა ის, რომ ერთეულოვანი რამოდენიმე ერთეული განადგურებული ფაროსანა მათი მხრიდან ძალიან შემაკავებელი ეფექტი იქნება მომავალი წლისთვის, გაზაფხულისთვის ფაროსანის გამრავლებაზე მის პოპულაციაზე. ამიტომ ყველას მოუწოდებ აქტიურობას ესეთ პერიოდში, როდესაც აზიური ფაროსანა ესე თვალსაჩინოდ ახდენს მიგრაციას, გადმოდის სახლებში, ის უკვე კულტურებს აღარ ეტანება, ის მხოლოდ ცდილობს გადაერჩინოს თავი, გამოიზამთროს და გაზაფხულზე კვლავ გამოვიდეს, ესე ვთქვათ, და განაგრძოს განადგურება მოსავალს. ფაროსანა, ესე ვთქვათ, თავისი ბიოლოგიური თვისება აქვს ეგეთი, რომ აი მიგრაციას, ესე ვთქვათ, გრძნობს ის, რა დროს უნდა დაიძრას, სანამ ტემპერატურა ძალიან დაეცემა, ის რაღაც თავისებურად გრძნობს ამას და ზუსტად იწყებს გადმოსვლებს. ხოლო ზამთარში, როდესაც ის გამოზამთრების პერიოდში არის, ის არის პასიური, ის ძინავს, ესე ვთქვათ, არ მოძრაობს, სადღაც მშრალ ადგილას დამალულია, რომ გადაიტანოს ზამთარი და შემდეგ გაზაფხულზე, ესე ვთქვათ, ახალ მოსავალზე გადავიდეს ნაყოფს. ყვება არ ჭირდება. ყვება არ ჭირდება, არ არის აქტიური ზამთარში, არ არის ფაროსანა, დამალულია, არ აქტიურობს, ვერ მოძრაობს, გაშეშებულია სადღაც ერთ ადგილას. მოსახლეობას მინდა მოუწოდო საკუთარ ეზოებში, საცხოვრებელ სახლებში მცირე ქიმიური საშუალებებით თუ მექანიკური საშუალებებით, სპეციალური დაცვის საშუალებების გამოყენებით განახორციელონ მცირე წამლობები და საწინააღმდეგო ღონისძიებები საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში იქნება თუ სახლებში იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს დამეთანხმებით მოსახლეობის ინფორმირება და ვიდეო კლიპები, ესე პასიურად თუ აქტიურად მიწოდებული ინფორმაციები სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მერე შედეგზე. მოსახლეობას თავად შეუძლია ინტერნეტის გამოყენებით სურსათ ეროვნული სააგენტოს პლატფორმებზე, ვებგვერდებზე გაეცნოს ინფორმაციას, ნახოს ვიდეო რგოლები, ნახოს მექანიკური განადგურების საშუალებები, რომლებიც შეუძლია საკუთარ სახლში გამოიყენოს, გაეცნოს ამ ინფორმაციას და თავად გამოიყენოს საკუთარი ეზოს თუ სახლის პირობებში. შენ შეგვდა სახლში ეს უსიამოვნო სტუმარი. ნუ ღელა, გასწავლე მარტივ მეთოდებს როგორ ებრძოლო აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში. შემოდგომაზე, როცა მწერი გამოსაზამთრებლად ემზადება და თავშესაფარს ჩვენ საცხოვრებლებსა და დახურულ შენობებში ეძებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი განადგურების მექანიკური გზები. ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ფაროსანასთვის გამოსაზამთრებლად თავშესაფრის მომზადებაა. ვიღებთ ყუთს, სხვადასხვა ადგილას ვხრეთ, შემდეგ მაშინ მჭიდროდ ვათავსებთ, მაგალითად, კვერცხის ჩასაწყობ მუყაოს ფირფიტებს ან მსგავს მასალას და ვდგამთ სახლთან ახლოს. ზამთარში ფაროსანა სწორედ ამგვარ თავშესაფარს ეძებს და იმალება. არასასურველი სტუმრების მოსვლის შემდეგ ყუთი უნდა გავანადგუროთ. მავნებლის წინააღმდეგ ასევე კარგად მუშაობს მტვერსასრუტი. ამ შემთხვევაში შენი დავალება მხოლოდ მათი შეგროვება და განადგურება. კიდევ ერთი მარტივი გზა ფაროსანას სანათით მოზიდვა. ანთებ შუქს, ახლოს კი უდგამ ჯამს, რომელშიც ჯერ ფოლგას ჩააფენ, შემდეგ კი საპნიან წყალს ჩაასხან. შუქზე მოსული მავნებლები წყალში ვარდებიან და იხოცებიან. თუ ბაღი გაქვს, გამოგადგება შემდეგი პრინციპი. მოიზიდე და გაანადგურე. პირველ რიგში ბაღის კიდეზე უნდა მოვაწყოთ ბადი, რომელსაც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაბამისი პესტიციდით შევწამლოთ. ბადის კიდეზე ვამაგრებთ ფერომონს, რომლის სულზეც მავნებელი მოდის. ბადეს ეხება და კვდება. გახსოვდეს, ერთი ფაროსანას განადგურება მომდევნო სეზონისთვის 20,000 ახალი მავნებლის მოსპობას ნიშნავს. ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას.